ჩვენი მთავარი მესიჯი აქ შეკრების არის, რომ ჩვენ შევერძალოთ პროპაგანდას, რომელიც დღეს დემონიზაციას უკეთებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს აქციებს. თითოეულ ჩვენგანს გვინდა რომ ავაშენოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საქართველოს, სადაც ადამიანის უფლებები და ადამიანი არის პრიორიტეტი. ამისთვის კი პირველ რიგში უნდა დაუპირისპირდეთ სისტემას, რომელიც ძალადობს ადამიანებზე, ძალადობს ახალგაზრდებზე და პირდაპირ ომს უცხადებს ქართულ ხალხს. დღეს 26 დეკემბერს შევიკრიბეთ სასულიერო პირების შვილები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ფოკუსში ხდება თუნდაც პოლიტიკოსების განცხადებები ქრისტიანობაზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია ამ სპეკულირება, რაც არის ხალხისთვის და ზოგადად ყველა ქართველისთვის მე ვფიქრობ, უნიშნელოვანესი ამხელა მემკვიდრეობა ქრისტიანული და ამის სახელით რომ კეთდება ძალადობრივი და თუნდაც პოლიტიკური განცხადებები არატოლერანტული ტონის ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ესაა ჩვენი სათქმელი, ვფიქრობ, რომ იმედი უნდა დავიტოვოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.